ჩვენ ვართ ახლა ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე და ჩვენს უკან არიან ჩვენი ბავშვები, რომელთაც უყვება აქაურობის შესახებ ნინი სანადირაძე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი, ჩვენ დიდი ხანია უკვე მეგობრობთ და ეს არის ილია ჭავჭავაძის განახლებული სახლ-მუზეუმი, ულამაზესი სივრცე და ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან პირველები, ვინც მოვიდნენ აქ ექსკურსიით. ეხლა რა არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მომენტი, ეს სერია მუზეუმების დღების, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და მუდმივად იქნება და მეორე, მათი სკოლა რემონტდება და დაგვრჩა სულ რაღაც 20 დღე. და მინდა რომ ოქტომბერში ისინი შევლენ განახლებულ სკოლაში და იქამდე ცოტა გავუხალისოთ და სწავლებსაც არ მოვწყვიტო და ცოტა შემეცნება, ცოტა გართობა. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეტი ჩართულობა საზოგადოების ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი შესაძლებლობების და ნებისმიერი საჭიროების ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია არა მარტო მუზეუმებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც და მათი სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვთვლით, რომ სხვადასხვა ტიპის ასაკის და სხვადასხვა ინტერესების ადამიანები ცოტა რთული იქნება ესე დავღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე წლების მანძილზე 10 წლეულები მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებთან დაკავშირებით და უპირობოა საკითხი, რომ აფხაზეთი საქართველოა, ნამდვილად გამიჭირდება იმის თქმა, რომ სხვა სტუმრებისა და სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით განსხვავებული მიღება შეიძლება შეხვედროდათ ამ ბავშვებს. პირიქით, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ მეხსიერების ისტორია, ინსტიტუციონალური მეხსიერება და ყოფითი მეხსიერება სანამ დროში შეზღუდულები ვართ აფხაზეთთან მიახლოებისთვის მუდმივად იყოს სამუზეუმო სივრცეში შესაძლებელი. ძალიან მომეწონა აქაურობა და კარგია რომ ასეთ მუზეუმებს ხსნით. მე ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზია აქაურობა, ყველაფერი აქვს ილია ჭავჭავაძეზე.